მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ რიგით მეორე ჩვენს ექსპედიციას საქართველოს მეთევზეთა კლუბი აგერ შოთაც იწყებს მორიგ გასვლას წალკის წყალსაცავზე. ჯერჯერობით ყინული მე მგონი საკმარისია იმისათვის რომ თევზაობა და გადასვლა შევძლოთ. ნახოთ აბა რა გამოგვივა დღეს. ეხლა არის 9 თებერვალი 2013 წელი. აი უკვე ყინულზე ვართ. საბედნიეროდ ქარი არ არის. როგორც წინა გასვლაზე ქონდა გახსოვთ როგორი ქარბუქი იყო. ყინული საკმაოდ სქელია, წყალი არ არის ზედ, ანუ მომდინარე არ არის მიუხედავად ძალიან თბილი ამინდებისა, რომელიც იანვარში ახასიათებდა ლევანდელ ზამთარს. აგერ ჩვენი საექსპედიციო ჯგუფი მამა ლუკიანეს და სოფელ სამების მონასტრის საძმოს თანხლებით, რომლებიც ასეთ დიდი ენთუზიაზმით გვეხმარებიან ჩვენ გასვლებში, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ახლა შევხედოთ ტბის ლანდშაფტი. არაჩვეულებრივი სილამაზეა, საოცარი მთები, ცა ახლა დავიწყებთ ყინულის ჩატეხვას. გვაქვს კოვოს მატლი საბედნიეროდ და იმედია დღეს უკვე ანკესებით დავიჭერთ თევზს. შიგნით ხარ შევა. აბა თუ წამოვა. ეს როგორ ის ნაჯახითაც კი შევაგდით. მაგიტო დავიტანჯე. 10, 20, 25 საათი. აი ჩვენი კოვოს მატლი, აი ესეთი გემრიელობები არის. ჩვენ ახლა ავიღებთ და ვინაიდან კოვოს მატლი გვაქვს ბევრი, გავაკეთებთ ორ ესეთ ძლიერ დაკვებას მარტო სუფთა მატლით. ისევ და ისევ ჩვენი მექანიზმი. აბა ოგა
ჩვენი საკვებურო ცარიელია. ეხლა ავიმეორებთ იგივე პროცედურა. ვიმეორებთ პროცედურას. Амулё. და ეხლა ალბათ არა. ცოტათი აი შოთამ უკვე გააწყო აღჭურვილობა, აგერ ორი ანკესია. შოთა, როგორი მონტაჟები გაქვს? ეცე მაქვს ნახევრად ფსკერული მონტაჟი. ანუ ფსკერზე დევს პატარა საძირავი და სადღაც ალბათ 3 სანტიმეტრში დაფიქსირებული არის ძალიან მცირე ზომის სადღაც ფლიპიანი ნებსკავი და ზედდაგებული არის მატილი. მეორეზე მქონია კლასიკური მოლმიში და დაგენებული არის მატილი და დაფიქსირებული არის თეთრი მატლით. მარმიშ თამაში არ უნდა? მარმიშკა. თუ ჯერ ესე გააჩერებ ცოტა ხანი. თევს რასაც ჩვენ დღეს აქ ველოდებით კარჩხანას მაინც აქტიური თამაში არ უყურს. ამიტომ ჩვენ ჯერ ელემენტარულად არ მოვაჩეროთ რა ხდება. ხო. იმიტომ რომ ჩვენ დავყვებით სულ რაღაც 15 წუთი ალბათ მეტი არ არის. ხო? კი. ამიტომ სადღაც 1.5 საათი არაფერს არ უნდა მოვაკეთოთ. გასაგები. მე უკვე გავაკეთოთ. შეიძლება სადღაც 10 წუთში გავაკეთოთ უთნაო მეტი დაგვება დავამატოთ კატო და კოპროფში გარეული მატილი და მაგრამ ნუ სადღაც 15 წუთი მაინც გავაცადოთ. ეს რო ეხალოთ მაგ სამოტეხში ვიგვაჩვენა. კარგი. გადავდივართ მოთლის რეჟიმში ესე იგი. აი ავაწყეთ ზამთრის ტივტივის მონტაჟი. მერე თუ ეფექტური აღმოჩნდა გაჩვენებთ ეს როგორ არის გაკეთებული. ცირეოდენ ტივტივა უნდა იყოს წყალში ჩაძირული. არ ვიცი რუსულად ეწოდება ატვადნოი პაპლოვოკ. ქართულად მერე რო გადავთარგმნით შევიმუშავებთ შესაბამის ტერმინს. ეხლა კი ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს აქ. ეს ხო ჩარტმა. ყინული მოგოლის კდება. აგი ჩარტმა. ხო დაინახე. კი. ნამდვილად ჩარტმა. აი ხო უყურე. აგი მოიცა შეთარე ერთი გადავიღო რა. უყურებ? კი, ნახე როგორ. მაშინ. წილი თევზია, მაგრამ თევზია ბატონო, თევზი. არა. ამ მოკლედ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ თევზია წვრილი აშკარად. მედია. რაღაცა მოხდეს. ხო, მაგიტომაც თევზს არ ეშინია ხმაურის აქ. აი შედგა. აი მეგობრებო, ისტორიული მომენტი საქართველოს მეთევზეთა ზამთრის თევზაობის გამოცდილებაში. გარღვევა, ხალხო, გარღვევა. აგერ პირველი თევზი, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტმა შოთა კვარაცხელიამ დაიჭირა. რა თევზია შოთა? ეს არის მცირე ფსევდორაზია, რომელმაც სისხლი წაგვიღო აბსოლუტურად. და მე აგრეთვე მინდა
კამერაზე დავაფიქსირო. გიო გაბუნია, რესტორანი წააგე. აი, აბა, ახლოს მოვიყვანოთ ცოტა. ნუ, ფაქტია რა. მორმიშკაზე. კი. მორმიშკაზე. ყველაზე პატარა შავი ფერის ვარმიშზე დაჯდა. აი ესე იყო. აგერ, აი ამ აგერა ხრელში დაუშვება. წადი ხა. წადი. არის ხალხო, არის. ლოტრონულსე. ეგ არ თქო თუზმა თელი დღე გვისკდება ისედაც. ხო ისე ცნობისათვის მეგობრებო მინდა გითხრათ რომ ეს ყინული პერიოდულად საშინლად იბზარება და საშინელ ხმებს გამოსცემს. მაგრამ ნუ ეზაობა იმდენად სერიოზული სცენია და ავანტყოფობაა რომ ამის მიუხედავად მაინც ვზივართ და თუნდაც აი ამ სხვა დროს აბსოლუტურად არასახარბიელო ფსევდორაზიის ესე იგი სხვა დროს როცა კი არ გვიხარია პირიქით გული გვხვდება ესეთ თევზს რო ვიჭერთ აი ახლა ესეთი დესი სიხარული მოგვანიჭა ჩარტყმები არ ჩერდება გაუჩერებლივად მიმდინარეობს ო სავარაუდოდ აი ასეთი ხო მაგრამ ამდენი ხანი ვერ ვიჭერდით და ნუ აი ხა როგორც იქნა აიღო ასე ვთქვათ იმედია რაღაცა უფრო დიდი ჩემოა და რაღაცა უფრო სერიოზული გადავიწყდება მეორე თემზე ავიდა აი უდრავ იმაზე დიდი რაც ამის წინ იყო არა ნუ ამის პრინციპში უკვე შეგვიძლია სამწოდები ეს უკვე შეგვიძლია ტაფაზე დავარქოთ რა ეს ფსევდორაზია ხო ეგა აი გაუშვით ამდენი სიხარული მოგვანიჭა ნახე აი გაუჩერებლივად მეორე რესტორანი მოვიდა. აი პატარა ფსევდორაზიებმა სერიოზული ნიზლავი მოგაგებინეს ახლა ჩვენ. მაგრამ ყველაზე მეტად ვიცი რომ ჩვენ ბიჭებს ფიშერჯის მეთევზეებს გაუხარდებათ ეს ამბავი. მე მგონი ცოტა ხანში აქ არაერთხელ გაიხრიტება ყინული. ცოტა ხანში. ეგო მე დარწმუნებული ვარ რომ ფსევდორაზიას უფრო დიდი თევზიც მოყვება უბრალოდ ზამთარში ხო იცი დაყვებილ ადგილას ძალიან გვიან მოდის რაღაც ეს გვინდა ყინულის სახვრეტი ხელსაწყო ეგრეთ წოდებული ლედაბური ჩამოვატანიოთ შნეკი ძალიან დიდი ენერგია მეაქვს ამ ხელანახრეთის ამოღებას ხმაური ყველაფერი და ამას გარდა ამისა სიცოცხლის რისკია ორი იმხელა ბზარი გაეროლა ხო და მე მგონი აი როგორც კი შნეკი გვექნება ბევრად უფრო კარგი შედეგები შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენ ეხლა კი ჩაუშვათ ახლიდან აგე კიდევ ერთი ეგზემპლარი ამაზე ფსევდორაზი ისო მოდე ეს დაუბრუნდება თავის ხალხს მიდი შეიძლება ტოპი აგერ უკვე გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა ისინი იწყებენ აქ მოძრაობას, მე მგონი ამ ეტაპზე ჩვენი თევზაობა დამთავრდება და დაიწყება გადაცემის გადაღება, უკვე საქმეში პროფესიონალები ჩაერთვებიან. ჩვენი პატარა საქმე, რაც ჩვენ გვაინტერესებდა და ჩვენ გვინდოდა, ის ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ.